მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენ მორიგ პოდკასტს. ეს არის მესამე პოდკასტის მესამე ეპიზოდი ფედერალისტი ექიმების პოდკასტის. ჩვენ დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი და ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ამოვწურავთ, ასე ვთქვათ, ამ პოდკასტში. დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი კიდევ ერთხელ, ქალბატონი ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, რომელიც არის როგორც ფსიქოთერაპევტი, ასევე პოლისმეიკერი. მე ესე ვიცნობ და ძალიან ბევრი რამე აქვს ამ ქვეყანაში გაკეთებული ამ დარგისთვის და ამაზე მე ცალკე ვისაუბრებთ. ჩემ დიდი პატივისცემა თქვენ ქალბატონ ჯანა. მადლობა დიდი. მოდი ახლა მე და შენ ჯერ შევაჯამოთ, სანამ ქალბატონ ჯანასთან გადავალ და კიდე პლუს ცხელი ამბები გვაქვს, რომელთაც არ გქონდა დაგეგმილი და გუშინდელმა, ასე ვთქვათ, კანონის მიღება ამაზე ცალკე ვილაპარაკებ. მოდი შენ შეაჯამე ჩვენი ეს ორი პოდკასტი და მე გავაგრძელოთ უკვე საუბარი. ფედერალისტ ექიმებს ჰქონდა ორი ძალიან საინტერესო პოდკასტი პაციენტთან, რომელსაც ჰქონდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და მას ბოლოს დაესვა ADHD-ის დიაგნოზი და დაგვანახა ის გზა, რასაც გადის პაციენტი, თქვათ ჩივილებიდან დიაგნოზამდე, რა წინააღმდეგობებს ხდება, რა გამოწვევებს ხდება. ნახეთ რომ პრობლემა არის როგორც თქვათ ცოდნის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, პრობლემა არის რეგიონალური განაწილების თვალსაზრისით, პრობლემა არის პირველად ჯანდაცვის თვალსაზრისით, რაც არ არის ინკორპორირებული ეს საკითხი, პრობლემა არის სკრინინგის თვალსაზრისით, რაც რეალურად სისტემურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, რადგან გასაგებია რომ ეს დიდარი ქვეყანა არა ვართ ჩვენ და სრულად ვერ ამოვწურავთ გამოწვევები იქაც არის, მაგრამ იმ რესურსების პირობებშიც კი რაც გვაქვს შეიძლება ბევრად ეფექტური იყოს ეს საწყის ეტაპზევე. მეორე გადაცემა იყო ქალბატონ ნინო გრიბელაშვილთან, სადაც ვისაუბრეთ უკვე ფსიქიატრიის როგორც მედიცინის დარგის გამოწვევებზე, სადაც დაახლოებით იგივე პრობლემები გამოჩნდა. დაახლოებით იგივე პრობლემები გამოჩნდა, სადაც თქვათ სკრინინგის გამოწვევას გაუსვავდი ხას, რაც მნიშვნელოვანი მგონია რეალურად მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება იმ შემთხვევაშიც კი თუ კი ამის სურვილი აქვთ, იმ შემთხვევაშიც კი არ აქვთ საშუალება რომ გაიარონ სკრინინგი და მიიღონ პროფესიული მხარდაჭერა და მეორე, ვთქვათ, სამოქალაქო სამედიცინო ცოდნის თვალსაჩინო არის ძალიან დიდი პრობლემა. რეალურად ამ ორ სფეროში ვხედავთ ჩვენ სახელმწიფოს საკმაოდ აქტიურ როლს, როგორც ვთქვათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ვთქვათ, სამედიცინო განათლების თვალსაჩინო და მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია, მოქალაქეებმა იცოდნენ როდის და ვის მიმართონ და კონდეთ ამაზე როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური ხელმისაწვდომობა და შესაბამისად გონია რომ თქვათ ის ჯანდაცვის მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული, უნდა ითვალისწინებდეს მათ შორის მენტალური ჯანმრთელობის თქვათ კომპონენტს ძალიან მნიშვნელოვნად პირველ რიგში საზოგადოებრივი განათლების თვალსაჩინო ძალიან საინტერესო აქცენტი იყო პაციენტიდან, რომელმაც რეალურად მისი წარმატების დიდი ნაწილი თქვათ დაუკავშირა ეს თქვათ აი ჯგუფს პაციენტების, რომლებსაც გავსი პრობლემები ჰქონდათ, თვითორგანიზება შეძლეს და დღესაც აქტიურად ცდილობენ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და ამის სტიმულაცია მგონია, ესე ვთქვათ, პოლიციის, სახელმწიფოს, რეგულატორის, როგორც გინდათ ისე დავარქვათ, ძირითადი ამოცანა და ამას ჭირდება გამართული სტაბილური მექანიზმის შექმნა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კარგ თუ ცუდ მინისტრზე, კარგ თუ ცუდ ექიმზე და რეალურად ის იმუშავებს როგორც გამართული მექანიზმი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალბატონ ჯანასთან საუბარი. ბევრი თვალსაზრისით, ერთი რომ ფსიქოთერაპია არის მნიშვნელოვანი, ფსიქოლოგია არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ვთქვათ, მენტალური ჯანმრთელობის, ძალიან დიდი ხედრითი წილი არის მისი და სამსახურის სწორი ორგანიზება ჩემი მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება და მეორე საკითხი, რაშიც თქვენი ექსპერტიზა
მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არის, ეს არის დიდი მასიური, თქვათ, კატასტროფების თუ ხდომილებების შემდეგ იქნება ეს ომი თუ ის უბედურება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორ შეიძლება ჩვენ როგორც საზოგადოება და როგორც პიროვნება გავუმკლავდეთ ამას, რა გვაქვს რისი შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რის შესაძლებლობა პრობლემური გამოწვევების სავსე, მაგრამ რაღაც რესურსი არსებობს და ეს რესურსი რო თქვათ სწორად დავანახოთ ჩვენს მოქალაქეებს როგორ გამოიყენონ, როდის გამოიყენონ და იმედი გვაქვს რომ ძალიან საინტერესო საუბარი შედგება დღეს. ხო და მინდა დავიწყო ცხელი ამბით, ჯანა, რაც გუშინ გამოგვიცხო ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ. ამ კანონთან დაკავშირებით და რაღაცა ფსიქიატრიული რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით, რაც რა ვიცი, ვინც კი ამ ქვეყანაში მენტალურ ჯანმრთელობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას ემსახურება, ყველას აღშფოთება გამოიწვია. თუმცა ეს ჩემს არ იყო ახალი ამბავი, იმიტომ რომ ეს გავიარე 1 წლის წინ, როცა დახკეტეს კერძო პროგრამები, მაშინ იყო ამაზე საუბარი, რომ ეს ადამიანები უნდა შეეყვანათ, ასე ვთქვათ, ამ ბაზებში, რომ მათ ქონოდათ წვდომა მათ პერსონალურ ინფორმაციაზე და ჩვენ დავინახეთ, რომ 3500 კაციდან, რომელიც გადიოდა ჩანაცვლებ თერაპიას კერძო პროგრამებში, აქედან 1200 კაცი გადავიდა მხოლოდ სახელმწიფო პროგრამაში, იმის გამო, რომ მათ არ უნდათ ამ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ბაზაში მოხვედრა. უკაცრავად ის დანარჩენი ხალხისაც წავიდა. ქუჩაში, არსად, ქუჩაში დარჩენ. რა თქმა უნდა, კატასტროფაა ხა ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა მათ ეს ნაკლებად აინტერესებს. ამიტომ პირველ კითხვას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ძალიან ცხელია, სულ არ ქონდა ეს დაგეგმილი. მე კი ვიცოდი, რომ როდესღაც ამას გამოაცხობდნენ, მაგრამ ეს მოკლედ ძალიან ცუდი პრეცედენტი იყო, უკავშირდება ამ ქალტონინოს დათაშვილის თემასაც, როცა მის დიაგნოზი გახდა დაუშვათ. დიაგნოზიც არა, ემოციურლაბილობა არ არის დიაგნოზი. ემოციური დიაგნოზი ზეცართავის სახელი, რომელიც იყო ისტორიაში. რომელმაც გაახადა ამ ადამიანის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი. ნუ ამას რა თქმა უნდა ფუთავენ, რომ ეს არის, აი ამაზეც მინდა აუცილებლად რომ თქვა, ფუთავენ, რომ აი იარაღთან და ლიცენზიებთან დაკავშირებით და მოდი აი ამაზე დავიწყოთ საუბარი და შენი კომენტარი მინდა ამ თემაზე და მე გადავიდეთ უკვე მოქალაქეზე, ხო აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ქალტონ ჯანა არ არის ჯერჯერობით ფედერალისტი. არა, ჯერჯერობით არა, უპარტიოვან წამსით, ხო, ზოგადად არა, ხო, ნუ ეს მინდა რომ აღნიშნო, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვეძახით ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ ექსპერტიზა აქვთ მათ დარგში ძალიან სერიოზული, ეს ჩვენ გვეხმარება იმისთვის, რომ შევქმნათ გარკვეული, ასე ვთქვათ, პოლისი, რომ ადამიანებს შემდგომ, ანუ ჩვენ გვაქვს აქცენტი მოქალაქეზე რა, ანუ უნდა გყავდეს ინფორმირებული მოქალაქე და ამისთვის არის ეს პოდკასტი ზოგადად. სრულად ვეთანხმები ამ აქცენტს და ძალიან მომწონს, რომ თქვენ შექმნით რეფლექსიური სივრცე, სადაც მსჯელობთ პრობლემებზე და რომ ეს სივრცე მონაწილეობითია, რომ პაციენტის და სერვისით მოსარგებლის თვალითაც დანახულს განიხილავთ, პროფესიონალის თვალითაც დანახულს, შეიძლება ამას რიგითი მოქალაქის თვალით დანახული შეემატოს და ეს ძალიან ძვირფასია. ეს ძალიან საინტერესოა, რიგითი მოქალაქის სულ არ აქვს ცდომა ჯანდაცვასთან, ესიც საინტერესოა. ჩვენ ვეტყვით ჩვენ პროდიუსერებს და ამაზე ვიფიქრებთ. ძალიან საინტერესო იდეაა სხვათა შორის და ამაზე. იმიტომ ძალიან ბევრი მითი არის გავრცელებული ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ადიქციებზე. ძალიან ბევრი მითი არის გავრცელებული და აი მაგალითად ეხლანდელი აი რასაც ზურა შენ ცხელი უწოდე, აი ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ერთ-ერთ მითზე არის დაფუძნებული ეს საკანონმდებლო ცვლილებები, ვარაუდებზე და მითებზე. და რა არის ეს მითი? რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე
ადამიანი უფრო საშიშია, ვიდრე ფსიქიკური აშლილობის არ მქონე ადამიანი. რას გვეუბნება მტკიცებულება? ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისგან ძალადობა სტატისტიკურად არ არის უფრო ხშირი, ვიდრე ფსიქიკური აშლილობის არ მქონე ადამიანების მხრიდან ძალადობა. სამაგიეროდ, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები უფრო ხშირად არიან ძალადობის სამიზნე, ვიდრე ფსიქიკური აშლილობის არ მქონე ადამიანები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ცვლილება, რომელიც მოტივირებულია საზოგადოების უსაფრთხოებით და ამისთვის აკეთებს რეგისტრაციას ფსიქიკური აშლილობის ყველა ფორმის მქონე ადამიანებისა, ცოტა უცნაურად ჟღერს და მასტიგმატიზებლად ჟღერს და გარკვეულწილად დისკრიმინაციის რისკზე გვაფიქრებს. იმიტომ რომ თქვათ, არსებობს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც თუ ადამიანს უნდა იარაღის შეძენა და გამოყენება, მან უნდა გაიაროს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ხო, ფსიქოს, რასაც უწოდებენ. ეს არ უნდა იყოს კორუფციის საგანი, როგორც დღეს არის. და ეს უნდა იყოს რეალური ექსპერტიზა და ეს სავსებით ამართლებს გინდა მანქანისტარების შემთხვევაში, გინდა იარაღის ტარების შემთხვევაში. მექანიზმი არსებობს რეალურად. არა, მაგას ვიძახი. ანუ ეს მექანიზმი არსებობდა, უბრალოდ ამათ მაგახადეს კორუფციის და 15 ლარი ღირს და ბუტკებში ვიღაცა ადამიანები ფორმალიზებულად რაღაცა ფსიქოს აძლევენ. ანუ აქამდე სახელმწიფო არ კითხულობდა ამ ადამიანის, ასე ვთქვათ, ფსიქიკურ პრობლემას, ხო? ანუ არ აინტერესებდა. შესაბამისად, ამის უკან დგას რაღაცა, ხო? ანუ ეს უნდა დავინახოთ. ახლა ჩვენ როგორც პოლიტიკოსები სხვა რამეს ვხედავთ. შენ როგორც სპეციალისტი მინდა მინდა ვანახო ის საფრთხეები, რომელიც ადამიანებს შეიძლება შეექმნათ. კეთილი, კიდე რა ანთებს, ასე ვთქვათ, განგაშის სიგნალს. ის რომ პირველი, რომ ეს უსაფრთხოების მითი და საფრთხის მითი ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მხრიდან, ეს მითი არის და ეს არ არის მტკიცებულება. მეორე ის, რომ ქვეყანაში სინამდვილეში ზრუნვის ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. აი, ვთქვათ, ვის აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა, მწვავე შემთხვევებს და მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს, ხო? მაგრამ ეგრეთ წოდებული გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის მკურნალობა სახელმწიფოს მხრიდან არ ფინანსდება და ამისი ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არ განვითარებულა. აი, მაგალითად, თუ მე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა მაქვს, როგორიც არის შფოთვა, დეპრესია არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის დაავადებების, ზოგადად დაავადებების ტვირთის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული აშლილობაა, თუმცა მე არ ვლაპარაკობ დიდ დეპრესიაზე, მე ვლაპარაკობ საშუალო და მსუბუქი ფორმის დეპრესიაზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე დიდი ტვირთია. მაგალითად, პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, რომელიც ჩვენ სინამდვილეში საკმაოდ მაღალი გავრცელების არის, იმიტომ რომ პოსტკონფლიქტური საზოგადოება ვართ, ხო? კიდე ერთი მომენტი უნდა გავიხსენოთ. საქმე იმაშია, რომ ღარიბ მოსახლეობაში გავრცელება ფსიქიკური აშლილობის პრობლემების და ფსიქიკური აშლილობის არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე მაღალი ფინანსური და მოკლედ უკეთესი ფინანსური კეთილდღეობის მქონე მოსახლეობაში. თუ ჩვენ ვზრუნავთ ფსიქიკური აშლილობის პრობლემების მოგვარებაზე, სიღარიბესთან ბრძოლა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გზა არის და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გზა არის ადამიანის უფლებების დაცვა. უაღრესად მნიშვნელოვანი გზა არის გამართული მართლმსაჯულების სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების დაცვა სხვანაირად თუ არა მართლმსაჯულების სისტემის გავლით ჯერჯერობით არავის არ მოუფიქრებია, ხო? და სტრატეგიებითა და პოლიტიკებით, პოლისი, ხო, რასაც ქვია, პოლიტიკებით, რომლებიც ადამიანზე ზრუნვას ახორციელებენ, ხო? ეხლა ზრუნვის კულტურა სამწუხაროდ ვერ დაინერგა. ჩვენთან არის დასჯის კულტურა. აი, თქვათ, რას ვაკეთებთ, თქვათ, წამალდამოკიდებული ადამიანის მიმართ, ხო? მოხმარება არის კრიმინალიზებული. ანუ თუ წლის მანძილზე მეორედ ადამიანი, ასე ვთქვათ, და შარდის ანალიზი არის პოზიტიური, შარდის ანალიზზე ვლაპარაკობთ, არა იმაზე, რომ თქვათ, რაღაცა დოზა აქვს თვითონ, ხო? ეს დასჯადია, კრიმინალიზებულია და გარკვეული, ხო? ანუ რისი თქმა მინდა, ზრუნვის სტრატეგიები ვერ ჩამოვაყალიბეთ და ვაყალიბებთ რეს, სადაც ყველას აურიცხავთ, კი, მაგრამ ზრუნვის ინფრასტრუქტურა არა გაქვს. მერე რას აკეთებ?
რასაკეთებ როცა აღრიცხავ? ეგება დაგეწყო დაპრიორიტეტებით, დაფინანსებით, გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების კურნალობისა, სხვა შორის ფსიქოაქტიურ საშუალებებზე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დამოკიდებულებაც გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ ყოველ მეოთხეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეს გავრცელებული ფსიქიკური აშლილობა, შფოთვა, დეპრესია, პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, რაც ჩამოვთვალე. ხო, ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს და ღატაკ მოსახლეობაში, როგორც საქართველოს სამწუხაროდ ჩამოყალიბდა, არის ძალიან პატარა ჯგუფი მდიდრების და დანარჩენი ქვეყანა ღატაკია, საშუალო ფენა ვერ ჩამოყალიბდა და პოსტკონფლიქტურ საზოგადოებაში, ან კონფლიქტში მყოფ საზოგადოებაში, რომელიც ფაქტიურად ეს ჰიბრიდული ომით არ შეწყვეტილა და ოკუპირებული ტერიტორიები, აქ გავრცელება არის ბევრად უფრო მაღალი ფსიქიკური აშლილობით. გამოდის, რომ სადღაც 30% და მეტი, ყოველი მესამე ადამიანი უნდა შევიტანოთ რაღაცა რეესტრში და მარტო ერთი უწყების, თქვათ, ფარგლებში, რომ იყოს დეკლარირებული, რომ ეს რეესტრი იქნება შექმნილი, ნაკლებ შფოთვას გააღვიძებდა, სხვათა შორის პროფესიული. ხო, ჯანდაცვაში რო იყოს და რო არ იყოს დეკლარირებული, ესეთი, აი, ესეთ სიმბოლურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება არის. საინტერესოა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში კეთება, მაგრამ არ დააინიცირა, თქვათ, ჯანმრთელობის უწყებამ და მეორე, რასაც ხაზი გაესვა ოფიციალურად, ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობაში შეექმნება. რას ნიშნავს ეს მჭიდრო თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროსი აი ამ რეგისტრაციაში? აი რას ნიშნავს, ხო? საკმაოდ ბუნდოვანია. არა მარტო ბუნდოვანია, ანუ არის რაც შენ თქვი, ზუსტად ის, რომ არის ზუსტად იმისთვის, რომ რაღაცა გარკვეული დასჯის მექანიზმი, ანუ პაციენტს, რომელსაც ადამიანს, რომელიც მოხვდება რეესტრში, უბრალოდ თუ არ მოეწონებათ, არ მისცემენ მართვის მოწმობას. ვერ გახდება ექიმი, ვერ გახდება იურისტი. ეს უკვე დისკრიმინაცია. ხო, ანუ მე ამ საშიშროებას ვხედავ, იმიტომ რომ შეხედენ, იმიტომ რომ ან პოლიტიკურად გამოიყენებენ, თუ ხმას არ მომცემ, მე შენ დაუშვათ გამოგიმჟღავნებ რაღაცებს და შანტაჟის რაღაცა მექანიზმით შეიძლება იყოს. ანუ ბევრი საშიშროებას ვხედავ მე, ანუ ერთს და ორს არ ვხედავ. ზურა, აი რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ აი ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ძალიან ცუდი მაგალითები გვაქვს ჩვენ, აი ჩვენ სფეროში. აი ავიღოთ მაგალითად 2006 წელს, თუ გახსოვთ, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანება გამოვიდა ქუჩის ნარკოტესტირების ინტენსიფიკაციის შესახებ, გონივრული თუ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, ხო? და ძალიან მაღალი სტატისტიკა იყო მაშინ, ესე იგი ამოწმებდნენ ქუჩაში, ჩარდის ანალიზს ამოწმებდნენ და ძალიან ბევრი ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები იყო. ეს გაგრძელდა ჩვენთან და საინტერესო რა არის, რომ კვლევების თანახმად მიყვება საარჩევნო ციკლს, ინტენსივობა ქუჩის ნარკოტესტირების. ესე იგი, წინა საარჩევნოდ იკლებს ხოლმე და მერე უცებ პიკზე ადის არჩევნების მერე მოსახლეობის დისციპლინირებისთვის. ანუ კანონის ნარკოპოლიტიკის გამკაცრება მოხდა ზუსტად არჩევნების შემდეგ. ანუ როგორც კი მოვიდნენ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში, ეგრევე ერთ-ერთი პირველი ინიცირებული კანონი იყო ნარკოპოლიტიკის შეცვლა, ანუ გამკაცრება, ის იგივე სამწლიანი მართვის უფლების ჩამორთმევა და ასე შემდეგ. აი ეს 4-წლიანი ციკლი, აი ეს მრუდი არ იცვლება, ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ ეს არ იცვლება. ანუ ეს პრეცედენტი უკვე გვაქვს და მეორე პრეცედენტი მინდა გავიხსენო. ეს ნარკოლოგიის სფეროდან არის ზედოზირების შემთხვევაში ექიმის სასწრაფოს გამოძახების დროს აუცილებელი იყო შეტყობინება პოლიციაში. ესეც თან აღარ არის, მაგრამ როცა იყო, რატო აღარ არის? იმიტომ რომ ადვოკატირება გავწიეთ 10 წლეულები, ხო? და რა ხდებოდა? მაღალი იყო ზედოზირებით გარდაცვალებების რიცხვი, იმიტომ რომ ადამიანები აღარ იძახებდნენ, ეშინოდათ საკანონმდებლო გართულებებს. პრაქტიკა მაინც იგივე არის, უბრალოდ
de facto შეიძლება de jure წერია, მაგრამ de facto პოლიცია მაინც მიდის და ამიტომ მაინც არ იძახებენ მიუხედავად იმისა, რომ კანონში წერია, ან ნებისმიერი შეტყობინება 112-ში რო ზედოზირება, მოყვება პოლიცია და ამიტომ ეს მითიც ვერ დაანგრიეს. ეს არის, როდესაც კანონიც ვერ აღასრულეს ამ თვალსაზრისით. ეს არის, როდესაც ჩვენ კონტექსტში ეს თანამშრომლობა შესაძლოა და ჯანმრთელობის უწყებების რატომღაც ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ბრუნდება, ხოლმე და ადამიანის ჯანმრთელობის რისკთან არის დაკავშირებული. ფაქტსაც, რომ ფსიქოტროპული წამლების, ანუ გარკვეული ფსიქოტროპული წამლების შეძენა ასევე არის ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ისა, სადაც ისინი განსაზღვრავენ გარკვეულ კვოტას, ანუ რა შუაშია ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა დაუშვათ მოთხოვნა რაღაცა იგივე ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე, ან იგივე ნარკოტიკთან დაკავშირებით, ან იგივე ფსიქოტროპულს, რატო უნდა საზღვრავდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოთხოვნილება საზოგადოების და ალბათ ყველაზე ესეთი კარგი მაგალითია შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ჯანდაცვის პენტენციური სისტემა, სადაც ისინი კარგად თანამშრომლობენ თუ ან კარგად, ან არ კარგად, იმიტომ რომ სამედიცინო სამსახური თლად კარგი იქ არ არის და ასე ვთქვათ, მაქსიმალურად კი ცდილობენ, რომ დაგვანახონ, მაგრამ გვაქვს ჩვენ ისეთი кейსები, სადაც დაუშვათ ადამიანები, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები, ან იგივე ადიქციასთან პრობლემები, ქალებს განსაკუთრებულად დაუშვათ, რომლებიც არიან მომხმარებლები. ეს შემდეგი პოდკასტების თემაა ნარკოპოლიტიკაზე, მაგრამ ზოგადად აი ეს თანამშრომლობა უკვე ზოგადად თქმის ძალიან დიდ ეჭვს რა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია მენტალური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებში. აი რატო უნდა იყოს ჩართული? მე ჩემი დიაგნოზი აპენდიციტი მაქვს თუ აივი მაქვს თუ დამოკიდებულება მაქვს თუ შფოთვა, ეს არის ჩემი პირადი პრობლემა. არავის არ აქვს უფლება მე სადღაც რეესტრში შემიტანოს და მე ეს რეესტრიდან რაღაცნაირად გამოიყენოს ჩემი დიაგნოზი ჩემ საწინააღმდეგოდ. მაშინ გამოვაქვეყნოთ ვინ აქვს აიფ ინფიცირებულები, ვინ არის სხვა დაავადებებით, მძიმე დაავადებებით ან ასე შემდეგ. ხო, როგორ შეიძლება ესეთი რაღაც გაკეთება? მე მაგალითად ძალიან დიდ საშიშროებას ვხედავ, ჯან, არ ვიცი, შენ ცოტა უფრო მშვიდად ლაპარაკობ, ზოგადად მშვიდი ადამიანი ხარ, ჩემი ემოციიდან გამომდინარე, მე ეს გავიარე, ანუ მე ვიცი რა ცუდი შედეგი მოყვა ამას, როცა მე ხლა აფორიაქებული ვარ, მაგრამ შეიძლება არ მეგონა. ანუ 2000 ადამიანი დარჩა ქუჩაში, იმიტომ რომ არ უნდა აი ამაზე მინდა და გამემახვილებინა. მაგრამ დღეს კეთხვი, დღევანდელ შეხვედრას დღევანდელ შემთხვევას, როცა მოვიდა პაციენტი კლინიკაში დასაწოლად და პირველი ის იკითხა, რომ თუ თქვენ მე რეესში უნდა გადამცეთ, მე არ დავწვევ. ხო. ანუ უკვე ეს სიგნალი წამოვიდა, რაც არის ძალიან ცუდი. მენტალური ჯანმრთელობა ზოგადად ეს შეიფი გაზდევს, რომ ერთ-ერთი შემაფერხებელი მოქალაქისთვის, თქვათ, ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან მისვლის არის ეს, რომ ეს ადმე ყوار დაფიქსირდება საჯაროდ დამღა ხوار იქნება მისი შემდგომი ცხოვრების რაღაც ერთ-ერთი ფაქტორი რაც აფერხებს ადამიანს ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან მისვლისგან არის ეს გიჟი ხო არა ვარ და თან ეს თუ ოფიციალურად გაფორმდება რეალურად და დოკუმენტირებული იქნება, თქო, ეს გამოიწვევს კიდევ უფრო შემცირებას. მაგრამ რაღაცნაირად მაინც ცოტა დავამშვიდოთ იქნებ მოქალაქეები, თუ შევძლებთ, მე მინდა თქვა, ხო, რომ არ ესეთი პანიკა არ შევქმნათ რა. მე მინდა თქვა, რომ ეს მაინც ზურა რაც მოხდა კერძო ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამების დახურვის შედეგად, ეს არის ერთგვარი ბუნებრივი ექსპერიმენტი, რომელმაც დაგვანახა, რომ აი 3000-ზე მეტი ადამიანი იღებდა ზრუნვას კერძო სერვისებში და მხოლოდ ნახევარი მათი, ანუ განახევრებულმა რაოდენობამ მიაკითხა სახელმწიფო სერვისს და 1500 დაახლოებით ადამიანი და ცოტა მეტი ფაქტიურად ზურამ როგორც თქვა ქუჩაში დარჩა, რაც ნიშნავს, რომ გადავიდა ეგრეთ წოდებულ ფარულ პოპულაციაში. რას ნიშნავს ფარული პოპულაცია? ეს ნიშნავს აივის და სისხლისით გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკს, ეს ნიშნავს ზედოზირებით გარდაცვალების მაღალ რისკს, ეს ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, როგორც
როგორც ფიზიკურის, ასევე ფსიქიკურის. ეხლა რას ნიშნავს ეს ბუნებრივი ექსპერიმენტი სხვა გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისათვის, როგორც არის დეპრესია, შფოთვა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები, ადაპტაციური აშლილობა, პოსტტრაუმული სტრესი. ეს ნიშნავს, რომ მომართვიანობა მინიმუმ განახევრდება. ეხაც ძალიან დაბალი არის პროფესიონალებთან მომართვიანობა. სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი ნდობის ნაკლებობა არის, იმიტომ რომ ნდობის კრიზისი არის. ჩვენ საზოგადოებაში რაც მოიტანა, აი ამ როგორ ვთქვა, არა საზოგადოების კონსოლიდაციაზე, არამედ ფრაგმენტაციაზე მიმართულმა მართვამ უკანასკნელ წლებში. ფაქტიურად შექმნა საშინელი ნდობის კრიზისი და მოკლედ განახევრდება მომართვიანობა, რაც ნიშნავს, რომ ისინი, ვინც მიაკითხავდნენ სერვისს, იმათი ნახევარი მიაკითხავს და აი ნახევარი კრიზის და თან უკვე ისეთ მდგომარეობაში, ისეთ კრიზისში, როცა მწვავე შემთხვევა მადლობა ამ პასაჟისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ადრეული გამოვლენა, ადრეული ჩარევა. ინგლისური ტერმინი არის early detection, early intervention. ანუ ადრეული გამოვლენა, ადრეული ჩალება და აქ არათუ ადრეული გამოვლენა და პრევენცია და პრომოცია. აქ ვერ გვექნება დროული ჩარევა, აქ იქნება მხოლოდ მიშვებული, კრიზისული, გაჭიანურებული, გახანგრძლივებული, დაგვიანებული შემთხვევები, როდესაც ეს შემთხვევები უკვე გადასული იქნება შესაძლებელია მაღალი რისკით მკურნალობა რეზისტენტულ ფორმებში, ხო? და ეს ზრდის აგრეთვე სუიციდის რისკს. აი ახლა ამდენი რისკის დანახვის ფონზე, რა ვიცი, ვერ ვამშვიდებ მოსახლეობას ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მე მაინც გონია, რომ თუ მოსახლეობა გაიაზრებს, თქვათ, მოსახლეობას რომ არ დავეკითხოთ ასეთ ცვლილებას არ შეიძლება. და მითებზე დაფუძნებული მოსახლეობის აზრი, რომ ეს მე არ მეხება, ვიღაცა გირს ეხება, არ არის ასე, ყოველ მეოთხეს და ყოველ მესამეს გვაქვს ცხოვრებაში ერთხელ. გვეხება. ხო, მე თუ არა შეიძლება ჩემი შვილი იყოს, ჩემი და იყოს, ჩემი ძმა იყოს. იმიტომ რომ შევდივართ ისეთ სპირალში სამწუხაროდ, სადაც დამშვიდება კი არა, ალბათ მოსახლეობას უნდა ვთხოვოთ გარკვეული პროტესტიც კი გამოხატოს ამის მიმართ. ანუ მე ეს თემა მინდა დავასრულო, რომ ცოტა კი უფრო ისეთ რაღაცებზე გადავიდეთ და მე ვახუშენ შენი აზრი თქვი. შეხედე ჯანა მე რა მინდა კიდე კითხო და შენ აი დამიზუსტე. ანუ თქვეს რომ გარკვეულ დაავადებებს ამოარჩევენ. აი ჩემთვის ეს არის როგორი სრული სიგიჟე, ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით, რომ ვინ რომელი ფსიქიატრი ან რომელი მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი იტყვის, რომ ან ეს დაავადება არის რისკი, დაუშვათ, ან ეს დაავადება არის რისკი, ხო? და ან დაუშვათ იგივე შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანი, ან დეპრესიის, ან შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი, მართვის მოწმობა არ შეიძლება რომ მივცეთ. მე იარაღზე არ ვლაპარაკობ, ხო ამ წუთას. აი სად გვაქვს ეს ზღვარი? აი ეს მინდა რომ მეპარება ეჭვი რომ ამოარჩენ რკეთებს. ხო, მაგას გეუბნები და მაგიტო ვამბობ, რომ ვერ ამოარჩევენ და ყველა F დიაგნოზი, რომელიც იარსებებს, ანუ ICD-10-ში, ყველა ეს დიაგნოზი იქნება ჩამორაკრაკებული, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ რომელიმე დიაგნოზი სრულიად აგოროფობია ავიღოთ, ან რავი, ნებისმიერი ფობიური ნევროზი ავიღოთ, ნებიური არ არსებობს არა, უფრო მარტივი მიზეზით არ არჩევენ. იმიტომ რომ როდესაც ლანდშაფტი შევისწავლეთ, თქვა, საიდან შეიძლებოდა რომ მოდელი აეღოთ, პირდაპირ არის რუსული მოდელი და რუსულ მოდელში ყველა F დიაგნოზი არის. ადამიანი დეპრესიით შეიძლება მოხვდეს ამ სიაში და ანუ იმ დღეს ნინოსთან ხო ვაპარაკობდით, რომ თუ მე ბავშვობაში დამისვეს მაგალითად, ხო, თმის წიწკნის დიაგნოზი, ხო? რაღაც არის ესეთი დიაგნოზი, ხო, უბრალოდ არ მინდა რომ სამედიცინო ტერმინები გამოვიყენო, ხო? და მე გარკვეული დაუშვათ მკურნალობა გავიარე და მოვედი სრულ იმამდე ასაკამდე და მომინდა აღება იმისი, რა ქვია, მართვის მოწმობის, ვერ ავიღებ, იმიტომ რომ ეს პრობლემა, ანუ ამ რესში ვარ. всё, დამთავრდა ყველაფერი. რესთან დაკავშირებით არის ძალიან ანუ იმ რესში მოხვედრა ძალიან ადვილია.
და ანუ მაგრამ გამოსვლა უკან, ანუ მე ვერ წარმომიდგენია დღეს, აი რა ჯანამ თქვა, იმ სიტუაციაში, როცა არანაირი ზრუნვის ანუ სერვისი არ აქვს, რა, რომელ დიაგნოზის, ან როგორ უნდა მოხსნა ეს დიაგნოზი, ხო? ვერ მოხსნი. ჯანდაცვაში რეესტ ზოგადად დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღების სისტემური გადაწყვეტილების მაგალითად კარდიოლოგიური რეესტრი, კარდიოქირურგიული რეესტრი, ონკოლოგიური რეესტრი, რომელიც იძლევა რეალურად დიდი კვლევების, დიდი შედეგების ანალიზს და ჩვენ ციფრები არავს არ გვაქვს ხოლმე, არ უყვარს ჩვენს ასე ვთქვათ მართლობას 30 წელია ციფრები ჯანდაცვაში განსაკუთრებით და უფრო ზემპირიულ გზნობებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მაგალითად საქართველოში არ არის კარდიოქირურგიული რეესტრი, კეთდება 1000-ობით ოპერაცია. ონკოლოგიური რეესტრი არის არ ვიცი რეესტრი რამდენად ქვია იმას ძირითადად რაცა დემოგრაფიული მონაცემების ცხრილი და რეესთან არაფერი საერთო არ არის კარდიოლოგიური რეესტრი ანუ რეალურად იმ დაავადებების სომატური დაავადებების რეესტრი არ გვაქვს ქვეყანაში რომელიც უნდა კონდეს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ ჯანდაცვას და შსს აქ არაფერში არის იგივენაირად უყურებ მაგალითად მათ შორის მენტალური ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ეს რეესტრი უნდა არსებობდეს, ოღონდ როგორც კლინიკური, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი და ჯანდაცვის სტრატეგიის, ასე ვთქვათ, განსაზღვრი ნაწილი და შსს ამასთან ჩემეთარნაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ მაგალითად არ გვაქვს პედოფილების რეესტრი. 14 წლის ბავშვმა იმშობიარა რამდენიმე ხნის წინ, ხო, დასავლეთ საქართველოში. პედოფილის რეესტრი არ არის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ პედოფილი და გახდეთ მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, არანაირი კავშირი არ არის დღეს არსებულ ფიგურებს შორის მიუხედავად ჩემი, ვთქვათ, სიმპათიის მათ მიმართ, მაგრამ უბრალოდ არანაირი შეზღუდვა პედაგოგი შეიძლება იყოთ და ეს არავინ არ იცის და არანაირი შეზღუდვა ამასთან დაკავშირებით არ ექნებათ, მაგრამ თუ კი გაქვთ დეპრესია, შეიძლება მოხვდეთ რეესტში, სადაც გამოიყენებენ ამ თქვენს მონაცემს, როცა გაუხარდებათ, როდესაც გაუხარდებათ. სამწუხაროდ ამის გამოცდილება არის და სავარაუდოდ შიში რეალურად ამ რეესტრის მიმართ ეს არის. თქვენ ბრძანებთ, ხო, დობის დეფიციტი. ძალიან დაემთხვა რუსეთში მიიღებენ ასევე 2026 წლის 1 მარტს უნდა ამოქმედდეს ეს კანონი. ანუ არა გვაქვს რეესტრი იქ სადაც პირდება და გვაქვს შსს და ჯანდაცვის ერთობლივი რეესტრი. ბელორუსიაში ეს კანონი მოქმედებს და დღეს კიდე ახალი ცხელი ამბავი დაგვემატა, უბრალოდ დღეს ამ პოდკასტის ამბავი არ არის. 160-იან სავალდებულო მკურნალობის ნარკომანიის ასევე ზონას გადაწყვეტილების ანუ გისოსები როგორ შეიძინეს იმისთვის რომ ჩაეკეტათ ეს ადამიანები. ანუ კატასტროფაში მივდივართ, რაც 10 წელი ვაშენეთ, აგერ არის ჯანა და მე, რომლებმაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე ამდენი წელი ადიქციაზე ვმუშაობდა, გვინდა რომ ადამიანზე მორგებული რაღაცეები ყოფილიყო ამ ქვეყანაში უროთი დაანგრიეს. აი ურო ურტყეს, თან აი როგორ ურტყეს, იცი, ურტყავენ ამ უროს, რომ აი არაფერი აღარ რჩება. ტვერიც აღარ რჩება ამდენი ნამუშევრიდან და ამდენი, ასე ვთქვათ, წვალებისგან, ფაქტიურად ნახევარ ცხოვრება შევალიეთ მაგას და აღმოვჩნდით სრულ ფრუსტრაციაში. ამ დრამატული ვითარების მიუხედავად ვეცდები მაინც ჩვენი პოდკასტის ძირითად თქვათ საკითხზე გადავიდე, როგორ მივხვდე მაგალითად მე, რომელსაც არა მაქვს ცოდნა, არა ვარ პროფესიონალი, როგორ მივხვდე რომ ჭირდება ფსიქოლოგის მხარდაჭერა. ეს ძალიან კაი შეკითხვა არის სინამდვილეში. აი, რატო უნდა მივმართო ფსიქოლოგს? კაი, დრამატული ნაწილი დავამთავრე. მე მგონი დავამთავრე, მე მგონი რომ ამას ძალიან ბევრი საუბარი მოგვიყვება. ეხლა ტრაგიკულზე გადავიდეთ. ხო, საქმე იმაში ძალიან კაი შეკითხვა არის, იმიტომ რომ აქ მინდა გავხსენო ჩემი კოლეგისა და მეგობრის ქალბატონ ნინო მახაშვილის ძალიან საინტერესო კვლევა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში. ესე იგი, ის იკვლევდა სწორედ რომ გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს
და აღმოჩნდა, რომ თუ თქვა ჩვეულებრივი სტატისტიკა არის მსოფლიო სტატისტიკა ყოველ მეოთხეს აქვს, ანუ 25%-ს, ჩვენთან 33% მეტი იყო ეს გავრცელებული პრობლემები, როგორც არის ფოთვა, დეპრესია, პოსტტრაუმული სტრესული აშლილობები, დაბალი იყო ცხოვრების ხარისხი, მაგრამ ყველაზე საინტერესო ჩემთვის აღმოჩენა, რაც ნინომ გააკეთა, ის იყო, რომ იმ ადამიანებში, ვისაც ჰქონდათ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების შესაბამისი, ასე ვთქვათ, სიმპტომები. ანუ ვისთანაც ეხა რასაკვირველია გამოკითხვით არ ვსვამთ ხოლმე დიაგნოზს, ამას კლინიკური ინტერვიუ უნდა, მაგრამ ვისი სიმპტომებით შესაბამებოდა სადიაგნოსტიკო კრიტერიუმს, იმის თქვათ 25%-მა დაახლოებით იცოდა, რომ ვერ გრძნობდა თავს კარგად, რომ სიმპტომები ჰქონდა და ეძებდა დახმარებას, ანუ მიმართავდა სპეციალისტს. დაახლოებით 25% იყო, ვინც იცოდა, რომ სიმპტომები ჰქონდა, რომ ვერ იყო კარგად და არ მიმართავდა სპეციალისტს, იმიტომ რომ გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი არ არის, ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის, ზოგჯერ ადამიანს ტრანსპორტის ფულიც კი არ აქვს, რომ ექიმამდე მივიდეს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი დრო არ ქონდა, იმიტომ რომ დღე და ღამე გამეცადინებული იყო, რომ ოჯახი გამოეკვეთა. მაგრამ იცოდა. ხო და აი დაახლოებით 50%-მა, ვისაც ჰქონდა დიაგნოსტიკური, ასე ვთქვათ, კრიტერიუმების შესაბამისი სიმპტომები, მათ ეგონათ, რომ კარგად იყვნენ. ანუ ვერ წარმოედგინათ, რომ უკეთესად შეიძლება გრძნობდნენ თავს. აი ეს სიტუაცია მაგონებს ძველი ანეკდოტია, რომ ჯადოქარი, კეთილი ჯადოქარი მიდის ოჯახში და ეუბნება, რომ რაღაცა ინატრეთო და პატარა ბავშვი ყველაზე უმცროსი ოჯახში ნატრულობს, რომ ძალიან დიდი ცხვირი გამიკეთეო, ძალიან დიდი ყურებიო, ძალიან დიდი ქუთუთოებიო და ყველაფერი აუსულა ჯადოქარმა და მე ეკითხება, რომ რატო არ მთხოვეო, რომ ზეთუნახავი გამეხატებო და განა შეიძლებოდაო. ანუ აი ესეთ სიტუაციაა, რომ ჩვენ ნორმალიზებული გვაქვს ის, რომ ჩვენ ცუდად გრძნობთ თავს. იმდენად აი ეს გაჭირებული, გაღატაკებული შიშებით, ასე ვთქვათ, ომის დაშინებით და ასე შემდეგ გაჭირებული ცხოვრება, რომ მიდის, ჩვენ რაღაცნაირად ნორმალიზებული ვართ. ეხლა რასაკვირველია, როცა ფიქრობ, რომ ნორმაა, რომ ცუდად უნდა გრძნობდე თავს, ძალიან რთულია, რომ მიხვიდე ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთან, მაგრამ პრინციპში ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენ ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, ვერ გრძნობთ თავს კარგად, არა ვართ ბედნიერი, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უბედურება ნორმაა. პირიქით უნდა ვეძებოთ გაუმჯობესების საშუალება, ხო? თუმცა ამისთვის დრო უნდა გქონდეს. ჩვენ ვიცით, რომ იმდენად ღარიბია ჩვენი მოსახლეობა, რომ რა ვიცი, რამდენი სამსახური გაქვთ კოლეგებო, ხო? ხო, 2, 3, 4, რა ვიცი, 24/7-ზე და ასე შემდეგ, ხო? უნდა, აი როცა ვამბობთ, რომ უნდა პრევენცია გავაკეთოთ ფსიქიკური აშლილობების, სიღარიბესთან ბრძოლა, დასაქმების სამუშაო ადგილები, ეკოლოგიური სიტუაციის გამოსწორება, გამწვანება. ანუ ეს ყველაფერი სამედიცინო ფორმატში არ ეტევა. ეს ეტევა ქვეყნის, ასე ვთქვათ, განვითარების და კეთილდღეობის ფორმატში. და თუ გვაქვს დრო რომ მივიდეთ, ხო, აი იმ მოსახლეობაში, ვისაც აქვს იმის დრო და საშუალება, ისინი უფრო მიმართავენ, იმიტომ რომ როდესაც შენ სად უნდა მოვნახო? აი ეს მეორე გენიალური შეკითხვა. პირველი შეკითხვაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მეორეც ვერსად. რატომ ახლა? იმიტომ რომ ასეთი სერვისები უნდა იყოს გეოგრაფიულად, ფინანსურად, ასაკობრივად ხელმისაწვდომი და ჩვენთან არც ასაკობრივი ხელმისაწვდომობაა, იმიტომ რომ არ არის განვითარებული სერვისები მოზარდებისთვის, ბავშვებისთვის, გარდა სხვა შორის ძალიან კარგად არის განვითარებული და ეს დამსახურება არის მშობლების მიერ ადვოკატირების აუტისტური სპექტრის აშლილობების მქონე ბავშვები, ანუ ნეიროგანვითარების სერვისები 10 წლეულები დასავლეთის, ეხლა რო აგენტურული ხвия, დასავლეთის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებში მოძლიერდნენ მშობლები, მშობელთა საზოგადოება, თემი, პროფესიულ თემთან
ჩვენთან თანამშრომლობა მიდიოდა, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა ამაზე და ეს მიმართულება მოძლიერდა. მაგრამ სამწუხაროდ გავრცელებული ფსიქიკური აშლილობებისთვის, როგორც არის შფოთვა, დეპრესია, პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ადაპტაციური აშლილობა და ასე შემდეგ, სერვისები თითქმის რო არა გვაქვს. ეს სერვისები ახლა თანამედროვე სერვისები უნდა იყოს თემზე დაფუძნებული. აი ერთი ხელის გაწვდენაზე უნდა იყოს შენი საცხოვრისის არეალში, არ უნდა გიხდებოდეს სხვა ქალაქში წასვლა. ჩვენ აი ესე გვაქვს, რომ ისეთი ამბავია, რომ სხვა ქალაქში უნდა წახვიდე, ხო? უნდა ფინანსდებოდეს ან დაზღვევის სისტემის, ან სახელმწიფოს მხრიდან. ანუ ფინანსური, გეოგრაფიული, ასაკობრივი ხელმისაწვდომი. და ფაქტიურად, როდესაც აი ხა ძალიან ხშირად მომართავენ ხოლმე Facebook-ზე, უცნობი ადამიანები, რომ სად მივმართოთ, აი დეპრესია მაქვს, სიმპტომები, როცა ადამიანი ხვდება რომ აი გაუსაძლისი ხდება ცხოვრების ხარისხი დაუქვეითდა და ფაქტიურად ვეღარ ფუნქციობს ისე როგორც ფუნქციობდა, შეეცვალა რაღაცა, ხო? აი ეს ცვლილება ძალიან ყურადღების მისაქცევია, როცა მე შევიცვალე ამ ბოლო 2 კვირაში, 3 კვირაში, 1 თვეში, ხო? ხო, აი შემეცვალა, ხო? აქამდე ესე აი ასე არ ვიყავი, ხო? აი და ვეუბნები, რომ სამწუხაროდ უფასო სერვისები არ არის და უნდა კერძოდ მიბრძანდეთ, იმიტომ რომ სახელმწიფო გავრცელებულ ფსიქიკურ აშლილობებს არ აფინანსებს. სხვა შორის, ორგანიზაცია, რომელშიც მეც მუშაობ, არასამთავრობო ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, აი რამდენიმე 10 წლეულია, სადღაც 2000-იანების დასაწყისიდან დაკავებულია აი კვლევები, დღიობების გამოვლენა სერვისებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით და შესაბამისი სერვისების მე მგონი ღიობები კი არა სპაზნიაკი გვაქვს ყველგან, ხო, ქარიქრის. ძალიან სერიოზული. დიზაინით სერვისის პატარა მოდელის პილოტირებით, კვლევით რამდენად ეფექტურია და მე ასე ვთქვათ, ჩვენი ადვოკატირება იყო ჩვენი მუშაობის ნაწილი. აი მაგალითად, ეხლა რომ განათლების სამინისტროს მანდატური სამსახურის ფსიქოსოციალური სამსახურია, თავის დროზე 2013 წელს 2010-ში გავაკეთეთ 11-ში, 12-ში პატარა სერვისი, რომელსაც დავარქვით ოჯახზე და ბავშვზე ზრუნვის ცენტრი. სწორედ გავრცელებული ემოციური პრობლემების და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. და რატო იყო ოჯახზე და ბავშვზე ზრუნვის ცენტრი? არ დავარქვით ფსიქიკური აშლილობის სერვისი, იმიტომ რომ სტიგმა არ ყოფილიყო, რომ ეს ზრუნვა იყო და ეს იყო მულტიდისციპლინური. სოციალური მუშაკიც ყავდა, ფსიქოლოგიც ყავდა. აი 2013 წელს ჩემი კოლეგა ბაჩა ზარდალიშვილი დაინიშნა მანდატური სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრის უფროსად და დაევალა მას, რომ შეექმნა სერვისი სკოლებისთვის. მოვიდა, შეისწავლა ლანდშაფტი საქართველოში, მოვიდა ჩვენ ორგანიზაციაში და ნახა, რომ ფაქტიურად სერვისი დაპილოტებული, მტკიცებულებაზე დაფუძნებული უკვე არსებობდა თავისი გუნდით. დაახლოებით 10-12 კაცი ყავდა მაშინ გუნდში, მულტიდისციპლინური იყო და გითხრა, რომ სახელმწიფოს წარმოადგენდა მაშინ, რომ მომეცით თქვენი მაჩუქეთ თქვენი სერვისი, ნუ მეტაფორულად თქვა. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ ის ევროკავშირისთან მხარდაჭერით მიდიოდა ევროკომისიის დაფინანსებით და მეტი უკვე თავდებოდა პროექტი და მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალურმა ცენტრმა, ასე თქვათ, ინტეგრაცია გააკეთა ამ სერვისის. ეხლა მთელ რესპუბლიკაში ეს არის ქსელი, რომელიც ემსახურება სკოლებს. მუშაობს, ხო, მუშაობს, ხო. კიდე კაი რაღაცა დადებით აი ეხლა ფაქტო ხო ასე შეიქმნა ეს ფსიქოსოციალური სამსახური განათლების სამინისტროს. ანუ ძალიან კაი პრეცედენტი იყო არასამთავრობო სექტორის პროფესიული თემის, აკადემიის, იმიტომ რომ საუნივერსიტეტო კვლევებს ვატარებდით და სახელმწიფო უწყების თანამშრომლობის, ხო? და საერთაშორისო დაფინანსების, დასავლური დაფინანსების, იმიტომ რომ დასავლეთი ყველანაირად ხელს გვიწყობდა, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები შექმნილიყო. ასევე გავაკეთეთ ევროკომისიის მხარდაჭერით, აი სრული ღიობი იყო 14-დან 25 წლამდე. არ არსებობს უფასო სერვისი საქართველოში. აი მოზარდს რო დასჭიდეს. აი ერთი სერვისი არსებობს კიდე მოზარდებისთვის, ემოციური პრობლემები ბავშვებისთვის, კრიზისული ცენტრი ნდობა.
და აი 14-დან 25-მდე აი ჭაბუკობა, როცა ყველაზე მაღალია გავრცელება ფსიქიკური აშლილობების და რისკი, ღიობი იყო აბსოლუტური. შევქმნით კვლავ ევროკომისიის დაფინანსებით თბილისში და ბათუმში მულტიდისციპლინური სერვისები კლუბი სინერგია დავარქვით, კვლავ რო სტიგმა არ ყოფილიყო, ძალიან კარგად მომზადებული, სხვათა ილიაუნის კურსდამთავრებულები დავასაქმეთ, ანუ ღსდიდით სამაგისტრო პროგრამით ფსიქიკური ჯანმრთელობის ესეც ეხა დანგრევის რისკის ქვეშ არის. ხო, ავსარეთ ფაქტიურად ავსარდეთ 8 თაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიო ადიქტოლოგების ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავასაქმეთ ამ ორ სერვისში და ფაქტიურად ეს ღიობი თბილისში და ბათუმში შეივსო და ფიქრობდით კვლავ ინტეგრაციას სახელმწიფო ჩვენ რატო უნდა ვერ ვარჩენთ არ გვინდოდა კერძო სერვისად გადაქცევა რატომ ახლა სიღარიბე ეს არის რისკ ფაქტორი ფსიქიკური აშლილობის. ჩვენ ახლა დიდრებზე ორიენტირებული, მდიდარს აქვს ფული, რომ კერძო გადაიხადოს და თავის შვილს სერვისი უყიდოს. ღარიბს არა აქვს და იდეა ამ ორი სერვისისა, კლუბის სინერგიისა, ბათუმში და თბილისში არის, რომ მოვემსახუროთ მათ, ვინც არ არის გადახდისუნარიანი. ძალიან კარგად იმუშავეს სერვისებმა, კარდიფის უნივერსიტეტთან ერთად გავაკეთეთ კვლევა, ძალიან კაი შედეგები ჩვენა კვლევამ გამოვაქვეყნეთ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სტატიები მოკლედ რისი თქმა მინდა რომ 2020 წლისთვის ეს 2018-დან ქმნიდით დაგვირდა სახელმწიფო რომ დააფინანსებდა და საარჩევნო წელი იყო და დაეხარჯათ ფული მოკლედ და გითხრეს რომ ვეღარ დაგიფინანსებთო ნახევარი წელი და ნახევარ წელს დაგიფინანსებთო პროგრამაში უნდა შეეტანათ აი ეს გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების კურნალობა მოზარდებისა და ჭაბუკებისთვის. მაგრამ არც ის მეორე ნახევარი დაგვიფინანსა. მერე კიდე რაღაცა პერიოდით ევროკომისია დაგვეხმარა, მაგრამ ეხლა დავხურეთ ბათუმის ოფისი და თბილისის ოფისიც მილევაზე გვაქვს. არა და ყოველ მოცემულ მომენტში 100 მოზარდი და ახალგაზრდა არის რიგში. რისი თქმა მინდა, ის სანამ სახელმწიფო არ დააპრიორიტეტებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ფაქტობრივად იქნება იგივე ვითარება, რომ კერძო სპეციალისტის გარდა ვერავის ვერ მიმართავ. ეხლა ეს კერძო ბაზარიც ძალიან მაღალ აი მანდ მინდოდა კითხვის დასმა ეხლა შენთვის ჯანა. ეს TikTok-ზე და Instagram-ზე რო ყველა ფსიქოლოგია და ყველა ფსიქოთერაპევტია და ყველა ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემებზე ლაპარაკობს და არ ვიცით ამ ადამიანების არც ბექგრაუნდი, არც მათი განათლება აი როგორ უნდა ვენდო, იმიტომ რომ მე მქონია ესეთ შემთხვევები, რომ აი მივედით ფსიქოთერაპევტი, არც სახელს ვასახელებ, არც გვარს, გადავიხადეთ რაღაცა დიდი თანხა და ნუ აღმოჩნდა, რომ ის თაღლითია. რაღაცა ჯადო გავუკეთეთ, ჯადოს აკეთებდა. დაუშვათ. აი როგორ უნდა მივხვდეთ რა, როგორ არეგულირებს ამას დღეს ბაზარი, როგორ არეგულირებს ამას სახელმწიფო. აი რა როგორ ამოვიცნოთ რომ ეს არის სპეციალისტი და რა უნდა იყოს სახელმწიფოში ან ყველა მეორე ხوار შეიძლება იყოს ფსიქოლოგი ყველა რაღაცა სახლს აკეთებს ახლა ყველა ამ სახლებში რაღაცებს შვება აი რა სად არის ამის ასე ვთქვათ მე როგორც მომხმარებელი მადლობა ამ შეკითხვის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა ფაქტობრივად ხო ველური ბაზარი გვაქვს ახლა და აქედან გამომდინარე არ არის ძალიან რთული რომ არაკეთილსინდისიერ ან უბრალოდ გაუთვითცნობიერებელ ადამიანთან მოხდე რომელიც თავს თვლის სპეციალისტად ან აჩვენებს თავს როგორც სპეციალისტი ველური ბაზარია ახლა იმიტომ რომ ეს არ არის კანონით რეგულირებადი პროფესია მართალია ფსიქიატრებს შეუძლიათ ფსიქოთერაპიის ასე ვთქვათ ჩატარება საკანონმდებლო ანუ კანონით ეს რეგულირდება, მაგრამ ფსიქოლოგებს თქვათ, აი, ჩვენი პროფესია კანონით რეგულირებადი ჯერჯერობით არ არის. ეს სწორია ის თუ არ არის? ეხლა აი რამდენიმე ფაქტორია, რასაკვირველია უნდა რეგულირდებოდეს, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს პროფესიული საზოგადოებები, სადაც უნდა იყოს ეთიკური საბჭოები
და ლიცენზიის მინიჭება ან წართმევა და თუ არაეთიკურად მოიქცა ადამიანი, არაკომპეტენტურად, არაეთიკურად, თუ ეთიკური სუპერვიზიის ინსტიტუტი უნდა იყოს, ანუ მე როცა ვიღაცასთან მუშაობ, მე ჩემს კოლეგასთან, ჩემ თავზე ვმუშაობ, რომ მე ვთქვათ უფრო ხარისხიანად ვიმუშაო, ანუ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები უნდა იყოს. ვერ ვიტყვი, რომ ქართულ ფსიქოლოგთა თემში არ ყოფილა მცდელობები პროფესიის, კანონით რეგულირებისა, თანდათანობით იქნება პროფესიული საზოგადოება. ესეც კიდე მონაპოვარი, რაც დასავლეთთან თანამშრომლობამ და ურთიერთობამ მოგვცა, შეიქმნა მაგალითად საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია, შეიქმნა საქართველოს ფსიქოტრაუმის საზოგადოება, შეიქმნა გეშტალტ ფსიქოლოგიის ასოციაცია, მოკლედ შეიქმნა სხეულზე ორიენტირებული თერაპიის, ფსიქოთერაპიის, ანუ თანდათანობით ეს პროცესი მიდის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ამ პროფესიულ საზოგადოებაში პროფესიულმა თემა, ეს სხვა შორის საზოგადოებრივი პროგრესის მაჩვენებელია, როცა პროფესიული საზოგადოებები იქნება და ძლიერი პროფესიული საზოგადოებები მოღვაწეობენ ფაქტიურად. ეხლა ხაზ ფსიქოლოგთა პროფკავშირი შეიქმნა. მოკლედ ეს პროცესი დაწყებულია, რამდენჯერმე იყო მცდელობა ამ რეგულირებისა, მაგრამ გარკვეულად ძალთა ჭიდილი წავიდა პროფესიულ თემში, ბოლო რამდენიმე წელი იყო ძალიან კონსტრუქციული მცდელობა, რომელიღაცა, ესე იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილმა კადრმა, იურისტმა დააფუძნა გარკვეულად პროსამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაცია გონგოს, რასაც უწოდებენ და მან მოინდომა, რომ ასე ვთქვათ, წაძღოლოდა პროცესს არამონაწილეობით, გაუმჭვირვალე პროცესს ფსიქოლოგის განათლებაში მომუშავე ფსიქოლოგების პროფესიის რეგულაციის და საშინელი კონფლიქტები. მე არ ჩავრთულ ვარ, იმიტომ რომ არ დაუპატიჟი ვარ. არამონაწილეობითი პროცესი იყო, იმიტომ კი არა, რომ მე არ დამპატიჟეს. ბევრი არის ჩართული, ხო? მაგრამ მინდა კითხვა, რატო აძლევს ადამიანი, ანუ როდის ძალიან ცუდ კითხვას გისვა, მაგრამ მინდა რომ აუცილებლად ის მე რომ ვცდილობ ვიღაცას დავეხმარო, ხო? ანუ მე რამდენად ვარ ამას კვალიფიციური, ხო? დაუშვათ. მოდის ჩემთან ადამიანი, რომელსაც აქვს ძიმე შფოთვითი აშლილობა, ან დაუშვათ, ანის მაგალითი მინდა გადმოვიტანო რა, რომ მან დაუშვათ მიმართა ფსიქოთერაპევტს, იმას არ ურჩევია, რომ შენ ფსიქიატრთან უნდა წახვიდე, დაუშვათ და ну კი შეიძლება დადებითი ის იყო რაღაცა კარგი ფსიქოთერაპევტის შეხვდა, მაგრამ ეს ბმა ფსიქიატრებს და ფსიქოთერაპევტებს შორის სულ ჭიდილია, ხო? ანუ არიან ფსიქოთერაპევტები, რომლებიც დაუშვათ თვლიან, რომ აუცილებლად ჭირდებათ ფსიქიატრი, იმიტომ რომ არიან ფსიქოთერაპევტები, ხა მე ვიცი, ვინ წამლებსაც ნიშნავენ, ხო? საერთოდ რომ დალიე ხა შენ ეს ანტიდეპრესანტი და ესეთი რაღაცები. ამას როგორ უნდა გაუმკლავდეთ ჯანა, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ უმძიმესი შემთხვევებია მე ადიქციის, ბენზოდიაზეპინებზე, რაღაცა ასე ვთქვათ, არასწორი მკურნალობა, მე დამძიმებული რეზისტენტული ფორმებია დეპრესიის, ფოთვის და ასე შემდეგ. ამას როგორ უნდა მოქალაქე ხვდებოდეს, რომ აქ უნდა მივიდეს რა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიბნეული საკითხია რა. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის ესა და საკითხი. საქმე იმაშია, რომ როცა ჩვეულებრივ სერვისს ვაკეთებთ ხოლმე, ეხლა როგორი უნდა იყოს თანამედროვე სერვისი. რასაკვირველია, ყოველთვის შეიძლება რომ ეს იყოს კერძო პრაქტიკა ერთი ცალკე აღებული სპეციალისტის, მაგრამ თუ ეს არ არის რეფერირების ქსელი, იმიტომ რომ შენ როგორც სპეციალისტი არ ახარ ადამიანი ორკესტრი. შენი პროფილი მაგრამ მართვა უნდა აეწყოს ადამიანის საჭიროებების გათვალისწინებით და ამ ადამიანს შეიძლება ფსიქიატრიული კონსულტაციის საჭიროება ჰქონდეს, შეიძლება სომატური რაღაცა გამოკვლევის და მართვის საჭიროება ჰქონდეს. ანუ აქედან გამომდინარე პირველს რასაც ვაწყობთ ხოლმე ქსელს ურთიერთთანამშრომლობის, ანუ სერვისი თანამშრომლობს მაგალითად კრიზისულ ჩარების ორგანიზაციასთან, მაგალითად ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან, მაგალითად სხვა პროფილის ან მულტიპროფილურ კლინიკასთან რეფერირების ქსელი სერვისის მიწოდების თანამედროვე სერვისს
ან კიდე თვითონ თანამედროვე სერვისი უნდა იყოს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც ამ სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. იმ პირობებში, როცა სერვისები არ არსებობს, იმიტომ რომ სახელმწიფო არ უჭერს მხარს ფინანსურად და ინფრასტრუქტურის განვითარებას და არსებობს კერძო სპეციალისტები და თან კიდე ლიცენზირების, ასე ვთქვათ, პრაქტიკა და პრობლემებია, ამ შემთხვევაში ყოველთვის იქნება ისეთი პრობლემა, რასაც შენ ამბობს ურა. თუმცა კი, აი რისი თქმა მინდა, ძალიან მნიშვნელოვანია კანონით რეგულირდებოდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ლიცენზირება, იმიტომ რომ ეხლა როგორ დაიწყეს პაციენტებმა ერთმანეთის დახმარება, თქვენ ახსენეთ. ვახო რომ ურთიერთდახმარების ჯგუფმაო ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულო. აი ხო მაგალითად Facebook-ზე არის ჯგუფები, სადაც ერთმანეთს უზიარებენ კმაყოფილებას ამა თუ იმ ფსიქოთერაპევტით, ფსიქოლოგით და სადაც აფრთხილებენ ერთმანეთს, რომ იმასთან არ მეხვიდეთ ეთიკა დაარღვია. თქვათ, ხო, აი ანუ თვითორგანიზების დონეზე ხდება ესა, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს პროფესიული ასოციაციების მიერ და არა იურისტის, არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელიც არამონაწილეობითი პროცესით ცდილობს, რომ უბრალოდ ესე იგი კიდე ერთი ბერკეტი ძალაუფლებისა ხელში ჩაიგდოს, ხო? ერთს დავაზუსტებ თუ შეიძლება. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ გუნდი არის მულტიპროფილური, ან მას აქვს რეფერირების, ვთქვათ, გამართული ქსელი, ეს შეიძლება ერთგვარად ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებელი იყოს. მე ამას გულისხმობ მოქალაქის კუთხით, როცა ვეძებ, ვთქვათ, კვალიფიციურად ადამიანს. თუ ძალიან კატეგორიულია შეიძლება ეს კერძო სპეციალისტიც იყოს, მაგრამ კერძო სპეციალისტიც ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს თანამშრომლობაში და აქ კიდე ერთი პრობლემა არის საქართველოში. სხვა შორის ფსიქოლოგების წრეში არ არის, მაგრამ უფრო აი სომატური კლინიკების წრეში, ვთქვათ, ძალიან ხშირად შეიძლება გაგაგზავნონ ისეთ დიაგნოსტიკაზე, რაც არ გჭირდება. კომერციალიზაცია, ეს არის უბედურება, არაეთიკური. უდიდესი გამოწვევა, არა მარტო ეთიკის თვალსაზრისით, არამედ უდიდესი. უსაფრთხოების თუმცა შეხედე მე რას ვკითხულობ. ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაგანახლებაში რო არის ბავშვი, მოზარდი, რომელსაც აქვს პრობლემა. მშობელს არ ცოდნა, არც არაფერი და აქვს პრობლემა. რა შვება ეს ადამიანი? აი აქა ვართ ყველაზე ცუდ, იმიტომ რომ პირველადია ჯანდაცვის სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ნინომ გითხრა, რომ რაღაცნაირად ეს ცოტა ეხა მოგვარდა და რაღაცნაირად არის, რა უნდა ქნას? მე არ ვლაპარაკობ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სადაც ასევე პრობლემა არის და რეალურად ყველა იბრალებს ეხა რომ ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპიას ატარებს, ხო? ანუ რასაც შევეხეთ. აი ამ ადამიანმა, აი ამ სოფელში, როცა ბავშვს აქვს პრობლემები, მოზრდილობის, ჭაბუკობის, რა ჯანამ თქვა, ხო? ანუ სერვისი რეალურად მოდელი არსებობს. უბრალოდ სახელმწიფო ეს მოდელი უნდა გაავრცელოს, ხო? აი შეიძლება არ იყოს სოფელ შუაგანახლებაში, იყოს ჩოხატაურში, ხო? ეს კლუბი დიდ რაიონში, სადაც ამ ბავშვების დაუშვათ მობილიზება შეიძლება მოხდეს. რამდენად ეს ძვირი დაუჯდება სახელმწიფოს და აი რამდენად ეს გაგვიადვილებს საქმეს. ეს დაუჯდება ბევრად უფრო იაფი, ვიდრე მიშვებული პრობლემების მკურნალობა. მაგას გეუბნება, ანუ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით მენტალურ ჯანმრთელობაში დახარჯული $1 იძლევა $4 უკუგებას. ფინანსურ არ ვსაუბრობ ეთიკაზე, ფინანსურ, მაგრამ შეხედე ეთიკასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შეხედე მე ახლა იცის რომ მე ახლა ვარ კლინიცისტი ვარ და სულ ამ პრობლემას ანუ ახლა დღესაც 5 პაციენტი მივიღე. მოვიდნენ ჩემთან ზურა სიხარულიძესთან, რომელიც 20 წელიწადია, 30 წელიწადია კლინიცისტია, მაგრამ მე ხო ვერ წავალ ჩოხატაურში, ამაში, ყველგან ხო ვერ ვიქნები, ხო? ანუ იმის საშუალებაც არა მაქვს, რომ ვიღაცას ვასწავლო, რომ მან დაუშვათ უბრალოდ ამოიცნოს პრობლემა რაღაცა დონეზე, მიხვდი? ანუ ის რასაც მე ვამბობ, რომ აი რამაც გამაოცა მაგალითად ნორვეგიაში. და რამაც გამაუცა აი დაუშვათ სკანდინავიის ქვეყნებში, რომ სოციალური მუშაკების უზარმაზარი არმია, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაში მუშაობს, აქვს
ბევრად უფრო მეტი ცოდნა ვიდრე არავის არ ეწყინოს ვიდრე ჩვენ ბევრ ფსიქიატრს ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია გარკვეულ დონემდე დახმარება გაუწიოს, მაგრამ აი რა ჯანამ თქვა, მოახდინოს მისი რეფერირება შემდგომ უკვე სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, თუ იქ ალკოგოლიზმის პრობლემაა, თუ იქ ადიქციის, თუ იქ დეპრესიაა, თუ იქ რაღაც არის, მოახდინოს მისი რეფერირება. ან დაუშვათ სახლს, ზრუნვაში, იქ მე ვნახე სახლები. ჩვეულებრივ სახლებს, სადაც ადამიანები უმძიმესი დეფიციტით, შიზოფრენიის დიაგნოზით, რომელსაც უკვე ძალიან მძიმე ფორმები აქვს, დაუშვათ დემენციის ან რაღაცა პლუს სიმპტომატიკა და პლუს მედიკამენტი, აი ცხოვრობენ ჩვეულებრივ სახლებში, სადაც იქ აი თემზე ორიენტირებულია ეს ყველაფერი, ისინი ინტეგრირებული არიან ამ საზოგადოებაში. სადაც ჩვენ რეესტრს ქმნით, ხო? ეს არის განსხვავება პროევროპულ ორიენტაციასა და პრორუსულ ორიენტაციას შორის. პრორუსული ორიენტაცია არის სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების გათელვა. პროევროპული ორიენტაცია არის ადამიანის უფლებები, როგორც ქვაკუთხედი, ადამიანებზე ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკები და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ეს განსხვავება ჩვენ ვიცით. რო გაგვაღვიძო ახალგაღვიძებულზეც ვიტყვით ისე რომ შენ იცი, მაგრამ აი შენ რასაც ამბობ, რომ ის ღარიბი მოსახლეობა, რომელიც დღეს პროპაგანდით არის გაჟღენთილი და ოღონდ ომი არ იყოს, იმისთვის სულ ერთია, მე მექნება დიაგნოზი თუ რაღაც. არ არის სულ ერთი. არა, შეხედე მაგას არ თავაზობს გამოსავალს. არც გამოსავალს არ თავაზობს და არ თავაზობს ინფორმაცია არ აქვს. ვერ ხვდება, რომ მას რა საშიშროების წინაშე დგას, როცა ეს მოხდება. მიუხედავად ამ ძალიან დრამატული ვითარებისა, რომელიც ობიექტურია და არა მარტო ჩვენ საქმეებში, რეალურად ეს სურათი გვაქვს. ხო არ შეიძლება მესმის, რომ მეცინის თვალსაჩინოთაც ცოტა სახიფათო კითხვა, ხო აი რა შეიძლება ურჩიოთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად არიან მათ შორის პროტესტში ჩართული. რაღაცნაირი, ეს თქვათ, მენტალური ჯანმრთელობის ჰიგიენის, ეს თქვათ, ზოგადი რჩევა, რომ მათ შეძლონ მიუხედავად ამ დრამატული ვითარებისა, მეტნაკლებად ადეკვატური ადაპტაცია, ეფექტური ფუნქციონირება და რეალურად განახორციელონ მათი მთავარი უფლება სწრაფვა ბედნიერებისკენ. ხო, მადლობა, რომ ეს თქვით, მთავარი უფლება სწრაფვა ბედნიერებისკენ. ადამიანს აქვს უფლება, რომ იყოს ბედნიერი და უბედურების ნორმალიზება არ შეიძლება. რა ვთქვა ეხლა, გახსოვთ ალბათ ალან ჩუმაკის და კაშპიროვსკის პერიოდი, მე არა მაქვს ისეთი უნივერსალური რეცეპტი. არა მაქვს უნივერსალური რეცეპტი, ვთქვათ, რა უნდა გაკეთდეს, მით უმეტეს, რომ ეხლა ალბათ მეტაფორა რომ მოვიშველიო, აი თვითმფრინავში როცა ვხედავთ ხოლმე და ერთად ვართ, ერთი ჩაბული ვართ ერთ ჯაჭვში, მოდი ასე ვთქვათ, ხო? და შევდივართ турბულენტურ ზონაში და ვცდილობთ, რომ უსაფრთხოების კამრები, ღვედები გადავიჭიროთ და ვიცით, რომ უნდა გავიცხოვროთ ეს турბულენტური ზონა. აი ახლა ერთად ვართ ამ турბულენტურ ზონაში, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს განათლების, ასე ვთქვათ, უმაღლესი განათლების დეფორმა იქნება თუ ახლა ამ რეესტრის შექმნა, ეს ყველაფერი ლოგიკურად ჩანს იმ ცვლილებების ფონზე, რაც ცვლილებებიც ახლა აი ესეთი კვეთრი გადახვევა მოვიდა, მოხდა პროევროპული კონსტიტუციური ფაქტიურად საუკუნეებით ვერიფიცირებული და ვალიდიზებული და დამოწმებული კურსიდან და უცებ გადახტომა მოხდა აი ამ ადამიანის უფლებების გათელვის რუსულ მოდელზე, copy-paste-ით ხდება საკანონმდებლო ძალიან ინტენსიური შემოქმედება ამ ფონზე. турбулентურ ზონაში ვართ, უნდა გავიცხოვროთ ეს турბულენტული ზონა ზიანის შემცირების სცენარით. აი ხა ზურა, ჩვენი პროფესია მინდა მოვიშველიო. ჩვენ პროფესიაში არის პრევენცია, ვერ მოვახერხეთ ამის პრევენცია. არის მკურნალობა, სამწუხაროდ ეგეც დავაგვიანეთ და არის ზიანის შემცირების სცენარი, როცა უნდა ღვედები გადავიჭიროთ და არ დავკარგოთ ჩვენი თავი, არ დავკარგოთ ჩვენი ფასეულობები, არ დავკარგოთ, აი
ვიქტორ ფრანკს მოვიშველიებ, ეს არის დიდი მოაზროვნე მე-20 საუკუნის, რომელიც გამოიარა, რომელმაც ფაშისტური კონცლაგერი გერმანიაში, იმიტომ რომ ებრაელი იყო და მისი ფორმულა არის, რომ ადამიანს ყველაფერი შეიძლება წაართვა გარდა მისი უკანასკნელი თავისუფლებისა და ეს არის მისი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. აი ეს არ უნდა დავკარგოთ და აი ასე უნდა გადავიცხოვროთ. ეს პერიოდი რთული პერიოდია. ჩვენ ეხლა აი რატო არ მინდა რეცეპტის მიცემა ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ეხლა ვართ მიმდინარე სტრესის ზონაში. აი მაგალითად როცა ხშირად ვახსენეთ. ეხლა მაგაზე მინდა ერთი კითხვა დაგისვა. პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობები, იქ იგულისხმება, რომ ტრავმა მოხდა წარსულში და ეხლა აღარ არის სტრესორი და შენ უნდა გამოჯამრთელდე. ჩვენ ეხლა გამოჯამრთელების და რეაბილიტაციის ფუფუნება არ აგვაქვს. ჩვენ მიმდინარე სტრესის ზონაში ვართ, ტურბულენტურ ზონაში. ჩვენი თავი და ჩვენი ფასეულობები არ უნდა დავკარგოთ. ეს არის დღევანდელი ამოცანა. თუ ჩვენ ფასეულობებს არ ვუღალატებთ, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობაც გადარჩება როგორც ფრანკლისა გადარჩა. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ესიც ძალიან ცხელია და ძალიან ასე ვთქვათ, ეს არის ჩვენი გაზით მოწამვლა. და რა შედეგს ანუ თვითონ გაზით კი არა, თვითონ აი ეს ის საშინელი 5-7 დღე, რომელიც იყო ფაქტიურად ადამიანის წამება და ძალიან დიდი მე სულ ვამბობ, რომ ჩვენ დღეს ვიმკვით 90-იანი წლების 9 აპრილის ტრავმას, სულ ვამბობ, რომ ადიქციების რაოდენობა, პოსტტრაუმული სტრესული სინდრომის და ზოგადად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები მოგვდევს, რასაც შეიძლება, ანუ არასოდეს ვერ გამოვედით ამ ტურბულენტურ ზონიდან, გამოვდივართ, ისევ შევდივართ, შევდივართ, მაგრამ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ქიმიური, მე დავარქმევ ამას ქიმიური იარაღს და რაც უნდა ის თქვა, ნუ ჩემთვის ეს ქიმიური იარაღი იყო. აი ამ ქიმიური იარაღის, ცემის, დამცირების, აი აქედან როგორ გამოვიდეთ, ჯან, აი ამ ახალგაზრდებმა, რომელმაც ეს გადაიტანა, იმიტომ რომ ამათ სერიოზული პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ტრავმული სინდრომია, მე ვერ დავარქმევ, რომ პოსტტრავმულია, ტრავმულია, დღესაც ტრავმულია, აი აქ რა ვშვებით, აქ როგორ უნდა მიხედონ თავს ამ ახალგაზრდებმა და რა რჩევა შეიძლება მივცეთ მათ. ხო, ნუ ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ეს არის მორალური ჭრილობა ძალიან დიდი და გავეხსენებ სოციალური კონტრაქტის ცნებას, ეს განმანათლებლების ეპოქიდან მოდის, ჟან-ჟაკ რუსოდან და ასე შემდეგ. ანუ ადამიანს სახელმწიფოსთან აქვს დადებული მეტაფორულად რომ ვილაპარაკოთ, სოციალური კონტრაქტი. ანუ ჩვენ ვუდილიგირებთ გარკვეულ უფლებებს ჩვენს თავზე სახელმწიფოს და ველოდებით მისგან ამის საპასუხოდ გარკვეული დაცულობის ხარისხს. ეს არის ჩვენი სოციალური კონტრაქტი. და როდესაც აგრესია და საფრთხე მოდის სწორედ სახელმწიფოს მხრიდან შენზე, ის არღვევს სოციალურ კონტრაქტს და მერე შენ უკვე გიჩნდება სკეპსისი ნებისმიერი სახის კონტრაქტის მიმართ, ხო? ანუ ეს მორალური ჭრილობის სიტუაცია არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ ადამიანი არის საოცრად სტრესმედეგი. ანუ აი თქვათ, აი უბრალოდ ერთ სტატისტიკით არ ვლაპარაკობ ხოლმე საერთოდ, მაგრამ აი მტკიცებულებას დავეყნოთ, თქვათ, დაახლოებით 90%-მდე ადამიანი პლუს მინუს მსოფლიოს მასშტაბი რო ავიღოთ, ქვეყნები განსხვავდება, ზოგან 50%, ზოგან 90%, ექვემდებარება პოტენციურად მატრაუმირებელ სტრესორს მსოფლიოში. მაგრამ პრევალენტობა, ანუ გავრცელება, რომ ვნახოთ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის არის მსოფლიოში 3.9%. ძალიან სტრესმედეგია ადამიანი. ასე რომ ნუ შეგვეშინდება ამ სტრესორების, ძალიან სტრესმედეგები ვართ. ხო, თუმცა ვისაც რაღაცა სომატური სიმპტომები აქვს, ან ფსიქოლოგიური, თქვათ, ფსიქოლოგიური სიმპტომების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სერვისები უფასოდ მიიღონ, არის გარკვეული ორგანიზაციები, ახლა არ დავასახელებ აქ. დაწვის ხეს რო არ მოვაქციოს ორგანიზაციები, მაგრამ ჩვენთან საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია სიტყვით, ხო? და რასაკვირველია ფიზიკური დახმარება თუ სჭირდება სომატური, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან სტრესმედეგები ვართ ტურბულენტურ ზონაში, ვართ მიმდინარე მორალური და ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესის ქვეშ და
ერთი რეცეპტი აქვს, რა ვიცი, ჯერ სხვა არ გამოგონილა, რომ ჩვენ თავებს თუ არ ვუღალატებთ, ჩვენ გადავრჩებით. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, დროისთვის, რაც გამოგვიყავით. ეს გახდათ ექიმი ფედერალისტების პოდკასტი. უყურეთ, გამოიწერეთ ფედერალისტების არხზე, გვიყურეთ ყოველ სამშაბათს 19 საათს. დროებით. მადლობა. მადლობა.